გამარჯობა, მე ვარ ბებური ასათიანი, მუსიკა პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი და ეს არის ჩემი YouTube არხი ელექტრონულ მუსიკას. დღეს მინდა გესაუბროთ თუ როგორ შექმნათ რევერბიანი კიკი, იგივე Rumble კიკი ტექნოსთვის. და დავიწყოთ. დღეს მე გაჩვენებთ თუ როგორ შექმნათ ესეთი კიკიდან ესეთი კიკი. ამისთვის მე ხა დავარესეტებ ამას. და თავიდან ბოლომდე აღიხსნით პროცედურას. პირველად დაგჭირდებათ რომ თქვენი კიკი, რომელიც გაქვთ, გავუშვათ რომელიმე არხზე მიქსერზე, მე გავუშვი პირველზე და შემდეგ შექმნათ რევერბისთვის ცალკე არხი. ეს. შემდეგ ჩვენ უნდა დავუკავშიროთ ეს ორი არხი ერთმანეთს. ამისთვის კიკს მონიშნავთ, მივდივართ რევერბის არხზე, ხვევით ის არხზე ვაჭერთ მარჯვენა ხილაკს მაუსისას და ვირჩევთ row to this track. ეხლა რა ხდება? ეს კიკი შედის ამ ჩენელზე და შემდეგ გადის master-ს. ანუ აქ რას ეფექტსაც დავადებთ, ყველა ეფექტი დაედება კიკს. და პლუს ამის ის არის, რომ ამ ეფექტების კონტროლი შეგვიძლია მაქსიმალურად ყველას. პირველი რაც დავჭირდება, ეს არის distortion-ი. Distortion-ი ძალიან მოყვარს ტექნოს. მოდი ასე რომ ვიწვევ, უცბად ვნახავ. Distortion, აი ეს ავირჩიოთ და პრიამ საუწიოთ მაქსიმალურად რომ სწრაფი იყოს, მოусმინოთ ეხა შედეგს. ძალიან კარგი. შემდეგ დავჭირდება fruity reverb-ი, რომელიც მოყვება FL Studio-ს თქმა უნდა, აი ეს არის და რაც უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, დავუწიოთ rise, ავუწიოთ width, ავუწიოთ decays და უკვე size და diff-ით კონზეა დამოკიდებული, მე პირადად ეს ვიყენებ. აი ეს როგორც ესე. ძალიან კარგია. შემდეგ დავჭირდება equalization, რომ აი ეს reverb-ი არ მუშაობდეს მაღალ სიხშირეებზე და მუშაობდეს მხოლოდ დაბალ სიხშირეებზე. ამისთვის ავირჩიოთ ეს ნომერ 7 და ტიპი low pass-ი. და სადღაც აი ესე გამოვწიოთ. ძალიან კარგი. შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე blood drive-ი, რომ უფრო ენერგიული გახდეს. ანუ კიდე დავუწევ ამას. აი სადღაც. ძალიან კარგი. და აუცილებლად დაგჭირდებათ sidechain-ი, რომ reverb-მა, reverb ეფექტი რომელიც დავადეთ, იმუშაოს თვითონ იდეალურად. გადავთავ ჩემს პლაგინებში, რომ მარტივად ნახო, აი ეს არის. Kickstarter-ი, აირჩიეთ უბრალოდ classic chain-ი და მოусმინოთ. ეს SDS. შეგიძლიათ რა თქმა უნდა თუ reverb-ი, აი უდიდატოა, ხო reverb-მა თუ ეს არ მოგცეთ, მაშინ დაუწიეთ decays, decay აკონტროლებს მაგას. და ეს ნებისმიერ ცვლილებებს შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენ თვითონ აკონტროლოთ როგორც გინდათ და ასევე შეგიძლიათ ეს რაც გააკეთეთ, ანუ ამაში შეინახოთ, ამისთვის დააჭიროთ მარჯვენა ღილაკს და აქ არის ღილაკი ფაილის save mixture state as. ამას დააჭერთ, შეინახავთ სადმე, მაგალითად დესკტოპზე, დავაწეროთ აი reverb კიკი. და შეგიძლიათ შემდეგ გახსნათ ახალი პროექტი, აიღოთ თქვენი სასურველი ახალი კიკი. გავუშვათ რომელიმე არხზე, რომელზეც გინდათ მე პირველზე მაქვს გაშვებული. შემდეგ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი არხი და ამ არხზე გავუშვათ ის ფაილი, რომელიც ჩავიმახსოვრეთ, სადაც გვაქვს ყველა პლაგინი იმისთვის, რომ შევქმნათ reverb ეფექტი. ამისთვის თქვენთვის სასურველ channels დააჭირეთ მარჯვენა ღილაკით მაუსის, ავირჩიოთ ფაილი, open mixture track state და შემდეგ ავირჩიოთ ეს ფაილი, რომელიც მე შევინახე reverb kick. აი ესე, ეს დავუკავშიროთ, ნუ უკვე დაკავშირებულია და მოусმინოთ. მოკლედ ეს იყო და ეს. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო გაკვეთილი, რომ დააჭიროთ ლაიქს, გამოიწვიოთ არხი და მადლობა დიდი ყურადღებისთვის. ნახვამდის.